20 წელია დაკავებული ვარ ტრეინინგებით და სწავლებით უნივერსიტეტებში, ჩემ ტრეინინგ ცენტრებში და რა ვიცი, ბევრ პლატფორმაზე და ერთ-ერთი თემა, რომელიც ყველგან წამოყო თავი და რომ ყველა აუდიტორიაში დიდ ინტერესს იწვევს და ერთნაირად აქტუალურია როგორც Gen Z თაობისთვის, ასევე მილენიალებისთვის, X თაობისთვის, ჩემ ხელებისთვის და ყველა სხვისთვის არის ფინანსური დამოუკიდებლობის, ფინანსური თავისუფლების მიღწევის საკითხი, ხო? და ეს თემა თავში მიტრიალებდა და მინდოდა ამ მიმართულებით რაღაც გაკეთება, ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩვენი მეგობრები კომპანიიდან Index Wealth Management-ი მოვიდნენ და მოკლედ შემოგთავაზეს, რომ ერთად გვემუშავა გადაცემების სერიაზე ფინანსური დამოუკიდებლობის თემაზე. და მოკლედ ეს შესაძლებლობა, ესე იგი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ზუსტად ამ ხალხის დახმარებით გაგვიჩნდა. Index Wealth Management-ი არის უძრავი ქონების განვითარების კომპანია, ანუ development-ის, როგორც ესე იგი უცხოური ტერმინით არის, ძალიან საინტერესო პროექტები აქვს, ესე იგი პირველ რიგში როცა დავკავშირდით, დავინტერესდი, ვნახე მათი პროექტები და ძალიან მომეწონა. პირადად მე ძალიან მომეწონა და სათქვენოდაც და საჩემოდაც. ეს არის საცხოვრებელი და კომერციული პროექტები. და Index Wealth Management-ს ყავს საინვესტიციო მრჩეველები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო დეტალურად და კონკრეტულად გაგიზიარონ ინფორმაცია მათ პროექტებზე და შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში ინვესტირება გახდეს თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთი ძალიან კარგი გზა. როდესაც ფინანსურ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, დამატებითი ან პასიური შემოსავლის საკითხი და ასევე ინვესტიციების საკითხი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცენტრალური და ასევე უსაფრთხოება, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი უსაფრთხოება, ოჯახი იქნება თუ პიროვნება ძალიან მნიშვნელოვნად ეს სამივე საკითხი არის დაკავშირებული უძრავ ქონებასთან. ჩვენ კულტურაში, ზოგი თაობისთვის კიდევ უფრო მეტად, ზოგისთვის ნაკლებად, მაგრამ ესე იგი უძრავი ქონება აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ კითხვას პასუხობს, ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენი ჯიმ რონის მეთოდოლოგიაში, როდესაც ლაპარაკია პასიურ შემოსავალზე, ლაპარაკია ინვესტიციებზე, ლაპარაკია იმაზე, რომ ხარჯები, თქვენი საკუთარი ხარჯები შეამციროთ და დაოპტიმიზიროთ იმისთვის, რომ მოახერხოთ დაზოგვა და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის უძრავი ქონება და ამ ვიდეოში და ამ ეპიზოდში, ასე ვთქვათ, მინდა რომ უძრავი ქონების და ფინანსური თავისუფლების ურთიერთკავშირზე ვილაპარაკოთ. რა ვიცი, მე მგონია, რომ თქვენც ბევრი გექნებათ ამ თემაზე ნაფიქრიც და გაგონილიც და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხოთ აუცილებლად. დავიწყოთ იმით, რომ ძალიან პოპულარული მეთოდია, ასე ვთქვათ, ანუ ეხლა ჩვენ ქვეყანაში ვინმეს რომ დაელაპარაკო, მეგობარს რომ დაელაპარაკო, რომ პასიური შემოსავალი მინდა, დღევანდელი შემოსავლით მინდა, რომ რაღაცა ხვალინდელი სტაბილურობა შევქმნა, ყველა ვარიანტში, ესე იგი, რამდენიმე ინსტრუმენტს გიხსენებენ და აუცილებლად გიხსენებენ უძრავ ქონებას. ესე იგი, დავიწყოთ, რომ უძრავ ქონებას აქვს საცხოვრებელ უძრავ ქონებას აქვს პირველი დატვირთვა, რომ შენ შეგიძლია იქ იცხოვრო და არ გქონდეს დაუშვათ ქირის ხარჯი. ხანდახან ჩვენი ცხოვრება ესე იწყება მოცემულობით, რომ გვაქვს ეს უძრავი ქონება და რაღაცნაირად ვერ ვამჩნევთ, რახან მარტო საცხოვრებლად გამოიყენება, ხო? თუმცა მანდაც არის რაღაცა რესურსები და მაგასაც დაუბრუნდეთ. ესე იგი, პირველი, თუ შენ ცხოვრობ სადღაც და მიმდინარე ხარჯი, ქირის ხარჯი არ აქვს ამ საცხოვრებელთან დაკავშირებით, ეს შენი ბიუჯეტი უკვე კარგად არის, იმიტომ რომ შენნაირი ადამიანი მეორე ცხოვრობს და იმას საკმაოდ სერიოზული თანხა ეხარჯება, რომ ისეთივე საცხოვრებელი კონდეს, როგორიც შენ გაქვს, ოღონდ ეხარჯება ამაში ქირის თანხა, ხო? ამიტომ შეიძლება ეს შენთვის მოცემულობა იყოს და თუ არ არის მოცემულობა, ხშირად არის რომ ოჯახს აქვს დაუშვათ ბინა იქნება თუ
მოსახლი, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანს უნდა რომ თავისი საცხოვრებელი კონდეს, მოკლედ ან ახალი საცხოვრებელი არის შესაქმნელი, ან თუ უკვე შექმნილია ეს საცხოვრებელი პირობა, უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. მოკლედ პირველი საკითხი არის საცხოვრობ და ამაში რა თანხა გეხარჯება. ასევე გასათვალისწინებელია, როცა უძრავ ქონებაზე ვლაპარაკობთ, ფიქრი მაინც უფრო მიდის, ასე ვთქვათ, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, მაგრამ კომერციული ფართები, ფაქტიურად კომერციული ფართები არის ინსტრუმენტი, რომელმაც ბევრი ოჯახი და ბევრი ადამიანი გამოატარა ძალიან რთულ პერიოდებში ჩვენი ისტორიის და ცხოვრების და ამიტომ ამასაც ეკუთვნის თქვენი ყურადღება და თან რა არის, იცით, კომერციული ფართი შეიძლება იყოს ისეთი გამოყენების და ისეთი ზომის და ისეთი ფასის, რომელიც შეიძლება საცხოვრებელზე უფრო მეტზე გეფიქრებოდეს, ან ადამიანს ეფიქრებოდეს, რომ ბინას თუ ვიყიდი, უნდა დავხარჯო, რა ვიცი, 60-70 $80,000 და მეტიც, მაგრამ კომერციული ფართი შეიძლება, ეხლა ყველაფერს კომერციული ფართი ქვია, შეიძლება იყოს პატარა, შეიძლება იყოს დიდი, შეიძლება ძალიან დიდი თანხა ჯდებოდეს, შეიძლება სულაც არ ჯდებოდეს დიდი თანხა. მით უმეტეს თუ ვილაპარაკებ, თქვათ, სასტუმროს ნომერზე, თუ ვილაპარაკებ Airbnb-ის რაღაც სივრცეებზე, ხალხმა ძალიან ორიგინალური გზები გამონახა, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით და აუცილებლად ესეც უნდა გავითვალისწინოთ და გამოვნახოთ და ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომელსაც გაგიზიარებთ აუცილებლად ოდნავ მოგვიანებით. უძრავ ქონებაში ინვესტირება ქმნის პასიურ შემოსავალს. ანუ ერთი ასპექტი იყო, რომ ჩემთვის საცხოვრებლად ვყიდულობ, მეორე ასპექტი არის, რომ მაქვს დღიური ან გრძელვადიანი გაქირავების შესაძლებლობა და ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა იმისა, რომ პასიურ შემოსავალს ქმნის, ეგრე შეიძლება მანქანაც იყიდო და დაუშვო ტაქსის სერვისში და აყენო, ოღონდ მანქანის ფასი მცირდება დროთა განმავლობაში და უძრავი ქონების ფასი საქართველოსნაირ რეალობაში და ბევრ განვითარებად ქვეყანაში გრძელვადიან პერიოდში ძვირდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მიიღო მიმდინარე შემოსავალი და გრძელვადიან პერიოდში ეს შენი ინვესტიცია გაიზარდოს საკმაოდ მნიშვნელოვნად და ქართული უძრავი ქონების ბაზარი სწორედ ამ ეტაპებს გადის, ხო? სულ არის ლაპარაკი, რომ გაიაფთება, ჭარბია, ის არის, ეს არის და სულ ძვირდება და კიდევ უფრო გაძვირდება და მე ვიცნობ კვლევებს ამ მიმართულებით უცხოელი ძალიან ავტორიტეტული ექსპერტების გაკეთებულ კვლევებს და მოკლედ კვადრატულის ფასი თბილისში კიდევ გაიზრდება და დღესაც შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რაღაცა ასტრონომიულ ციფრებზეა ლაპარაკი, მაგრამ ხვალდაზე კიდევ უფრო მეტი იქნება და ეხლა აი ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი ესე იგი ის ისტორია გაგიზიაროთ, მოკლედ რომ ჩემი ნაცნობი ოჯახი, ცოლქმარი, ახალგაზრდა ცოლქმარი, რომელიც დაქორწინდა და ყველა ეუბნებოდა, რომ აი ეხლა რა თანხაც გაქვთ, კრედიტი უნდა აიღოთ და ბინა უნდა იყიდოთ, იმიტომ რომ ამ ხალხს ცალკე ბინა არ ქონდა, თავისი ბინა არ ქონდა, ესენი ადგნენ და უცებ ერთ მშვენიერ დღეს გამოაცხადეს, რომ აი რაღაცა შევიძინეთ. და ყველამ გაბედნიერებულმა, ესე იგი, რომ დააპირა, რომ ენახა მათი, ესე იგი, გვირიტების ახალი ბინა, უცებ აღმოაჩინეს რაღაცა საშინელი მონჯღრეული რაღაცა მინაშენი, სადღაც სოლოლაკის იტალიურ ეზოში, ну აი წარმოუდგენელი სიმახინჯე როგორ გითხრათ, ესე იგი, არეწყინებათ ამ ჩემ მეგობრებს იმედია და დადგა ეს ცოლქმარი, ჩემო გააგრძელეს ცხოვრება მშობლების ბინაში, ჯერ ბავშვები და თავისი არ ყავდათ, ასე ვთქვათ, ვალდებულებები მაგ მიმართულებით და დაიწყეს, ესე იგი, ამის მოწესრიგება და აი ამ რაღაცა გაუგებარი მინაშენისგან გააკეთეს ძალიან კოლორიტული პატარა სივრციანი, ესე იგი, Airbnb გასაქირავებელი რაღაცა მაშინ იწყებოდა ეს თემა, უცხო თემა იყო, ეს ტურიზმი იზრდებოდა ძალიან სწრაფად და აი პირველივე დღიდან ეს მათი აი ქოხი რა გითხრათ, რა უნდა დავარქვათ, არ ვიცი, ერთი ოთახი ძალიან ორიგინალური თქო, ვერ ვიტყვი, ვერაფრით ვერ იცხოვრებდა იქ ოჯახი და რა ვიცი ისა, სასტუმროს ნომერი გაჩნდა ძალიან კოლორიტულ ადგილას, აი არაჩვეულებრივი ადგილი იყო, ხედი რო გენახათ და ის ეზოს კოლორიტი და პირველივე დღიდან ეს ამათი
რა დავარქოთ, ქონება გახდა ბესტსელერი იმაზე. ისე რომ 6 თვეში ამ მომენტიდან, ამის გაქირავების დაწყებიდან კიდევ 2 ეგეთი ქონდათ. და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს ყველაფერი მე მომიყვნენ, ამ ადამიანებს ქონდათ 16 სივრცე და ამ 16 სივრცეში უკვე იყო კაი დიდი ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, იყო კომერციული სივრცე და ასე შემდეგ, ხო? ანუ იმის თქმა მინდა რომ ეხლა ეს ხალხი ძალიან ყოჩაღი ხალხია და იმის მერეც გააგრძელეს განვითარება და ღმერთმა ხელი მოუმართო და ძალიან კარგად არიან, ბინაც აქვს და ყველაფერი აქვს და მათ შვილებს და ოჯახს, ესე იგი ღმერთმა მისცეს ყველას ესეთი ენერგია თავის ხელით აკეთებდნენ რემონტს, თავის ხელით ყიდულობდნენ ყველაფერს, მოკლედ ადვილი დღე არ გამოიარეს. დღეს შეიძლება თქვათ ეხლა რომ აუ ნეტაი მაგათ, ესე იგი და ნეტაი მაგათ კი არა, თავისი ზურგით ათრევდნენ, ესე იგი სოლოლაკში ყველაფერს, რაც ჭირდებოდათ იმ სივრცეების რემონტისთვის. ამიტომ, მოკლედ, ესე ნუ შეხედავთ, რომ აუცილებლად რაღაცა მილიონიანი ინვესტიცია მჭირდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დაფინანსება უძრავი ქონების, აი მისი მზარდი ღირებულებიდან გამომდინარე, არის ბანკები, სადაც ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარებიან ადამიანებს და ეგრე არ არის, ყველაფერს ვერ დააფინანსებ ადვილად ბანკის რესურსით, მაგრამ უძრავ ქონებას რეალურად დააფინანსებ და ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თქვენი დანაზოგი რომელიც გექნება თქვა დაზოგვით დეპოზიტის სახით შეიძლება საწყის შენატანად გამოიყენოთ და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ეს რომ არ განიხილოთ, იმიტომ რომ $100,000 არა გაქვთ ან რაღაცა 200 და 500, მოკლედ არ იფიქროთ ამაზე, პატარა რაღაცეები არის გაკეთებული, ბევრი ადგილი არის იგივე თბილისის გარეთ და დიდ ქალაქებს გარეთ, სადაც იქმნება ეს ტურისტული მიმართულებები, სასტუმროს ნომრის შესაძლებლობა, ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება უძრავი ქონების მიმართულებით და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ თქვენი შემოსავლები უკვე არსებული უძრავი ქონებიდან შეიძლება გამოიყენოთ ახალი უძრავი ქონების დასაფინანსებლად. კიდევ ერთი კარგი მაგალითი მაქვს, ჩემი მეგობრების მშობლები, როცა ბავშვები, ასე ვთქვათ, უკვე ზრდასრული შვილები გადავიდნენ, ეს ხალხი გადავიდა უფრო პატარა სივრცეში, ან თავისი, რა ვიცი, 4 ოთახიანი ბინიდან ძალიან პრესტიჟული ბინიდან გადავიდნენ შედარებით მცირე ბინაზე, შედარებით ნორმალურ ადგილას, მაგრამ სხვა უბანში და ეს აი ამ დიდი ბინის გაქირავებით შექმნილი შემოსავლები დაიწყეს შუახნის ხალხმა, სადღაც 30-40 წლის დიაპაზონში, უფრო 40-ისკენ დაიწყეს უძრავი ქონების აი ამ კაპიტალის შექმნა და ძალიან მნიშვნელოვანი პირველი მაგალითი 20 წლის ხალხს ეხებოდა და ეს ეხება 40 წლის ხალხს და ამათაც ძალიან მაგარ რაღაცებს მიაღწიეს ისევ თავისი ფინანსური დისციპლინი და ასე შემდეგ და ეხა ბანკიც, როდესაც ნორმალური გადამხდელი ხარ, საკრედიტო ისტორია გაქვს, მოგყვება და ხელს გიწყობს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით და უძრავი ქონება არსებული შეიძლება იყოს მას გამოყენებული თავდებობით, რეფინანსირებისთვის და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ბევრი თვითონ შემოსავლად გამოგადგებათ, თვითონ ქონება, საკუთრება გამოგადგებათ აი ამ პროცესის დასაფინანსებლად, რა თქმა უნდა, როცა უძრავ ქონებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ ადგილმდებარეობა, მდგომარეობა, ბაზრის ტენდენციები, რა შენობა, როგორია და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა არის და აქაც თქვენ თავში ინვესტიცია და თქვენი თავის განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეხლა სანამ გავაგრძელებთ, აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ჩვენი სერიის სპონსორს, ეს არის ჩვენი მეგობრები Index Wealth Management-დან და ზუსტად უძრავ ქონებაზე ლაპარაკში ამაზე კარგ დამხმარეს ვერ ნახავთ, ასე ვთქვათ, და Index Wealth Management-ის გუნდს შეუძლია თქვენთვის რეკომენდაციების გაწევა, მოგიწოდეთ რომ გაეცნოთ მათ შეთავაზებებს და ძალიან კომპეტენტური და კარგი ხალხია, საკუთარი შეთავაზებებიც კარგი აქვს და ზოგადად ამ სფეროში ძალიან კარგად ერკვევიან და როგორც თქვით უკვე არაერთხელ ძალიან პოპულარული გზა არის უძრავ ქონებაში ინვესტიცია ჩვენ ქვეყანაში, სწორედ აი ფინანსური თავისუფლების მიღწევის ყველა თაობისთვის, X-ისთვის, Y-ებისთვის, Z-ებისთვის ყველასთვის, ხო? კარგი ბატონო, ეხლა პირველი ნაბიჯებზე რო ვილაპარაკოთ. ფინანსურად ჭკვიანური ნაბიჯია ეს საკუთარი საცხოვრებლის თემა. ნახეთ ორივე ჩემ მაგალითში ერთ შემთხვევაში უარი თქვა ახალგაზრდა წყვილმა გადადო საკუთარი საცხოვრებელი და ინვესტიცია გააკეთა კომერციულ
უძრავ ქონებაში და მეორე შემთხვევაში უფრო ძვირფასი უძრავი ქონებიდან გადავიდნენ უფრო იაფ უძრავ ქონებაში და ამითი შექმნეს დამატებითი რესურსი. მოკლედ, პირველი საკითხი, პირველი ყურადღება თქვენი უნდა დაეთმოს სად ცხოვრობთ, სად გინდათ რომ იცხოვროთ და ასე შემდეგ, ხო? თუ იმაზე მეტად ხელგაშლილად ცხოვრობთ, შეიძლება უფრო ხელმისაწვდომ რაღაცაში გადასვლოთ, თუნდაც დროებით, ანუ გაყიდვაზე და იმაზე შემცირებაზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ გამოყენებაზეა ლაპარაკი ჭკვიანურად, ხო? ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს რეალობა, როდესაც უფრო პატარა სივრცეში შეიძლება ცხოვრება, ბევრი შუახნის ოჯახი ამ გადაწყვეტილებას იღებს მას მერე, რაც მათი შვილები სწავლენ სასწავლებლად და ასე ვთქვათ, თავის ცხოვრებას მიხედავენ და ზუსტად მათთვის შეიძლება შექმნათ ეს დამატებითი რესურსები და ინვესტიცია თქვენთვის კი არ იფიქროთ, იფიქროთ თქვენი შვილებისთვის, მით უმეტეს რომ იქ-თაობა ზუსტად ესე ფიქრობს, ეხლანდელი იქ-თაობა უფრო თავის შვილებს რა დაუტოვოს და მილენიალებიც, როგორც საუკეთესო მეოჯახეები, ფიქრობენ იმაზე, რას დაუტოვებენ თავის შვილებს. ისიც გასათვალისწინებელია აუცილებლად, რომ სწრაფი გამდიდრების საშუალება ეს არ არის, მაგრამ მე რაც გითხარით იმ ხალხმა თავისი პირველი სივრციდან 16 სივრცემდე დრო გაიარა 10 წელიწადში და 10 წელი ცოტა დრო, ბევრი დრო შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ამხელა რაღაც გასაკეთებლად ნამდვილად არ არის ბევრი დრო და ამიტომ არც ისეთი ნელია, მით უმეტეს გაძვირებას თუ გავითვალისწინებთ უძრავი ქონების, როგორც შეიძლება მოგეჩვენოს. ხვალ თუ გინდათ რომ მილიონი იშოვოთ, მოკლედ ეგ არც სხვა მეთოდებით არ გამოდის, ესე იგი, რაღაცა ოპორტუნისტული და რისკიანი მეთოდების გარდა, რომელსაც ჩვენ ამ სერიაში არ ვუწევთ რეკომენდაციას. ანუ სტრატეგია ჭირდება და მოთმინება ჭირდება უძრავი ქონებაში ინვესტიციებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტური იყოთ და გაითვალისწინოთ კონტრაქტები, საბანკო სესხის პირობები, ამიტომ ეს მრჩეველები აუცილებლად დაგჭირდებათ და ინდექს ველს მენეჯმენტის ხალხი იქნება, ბანკის ხალხი, თქვენი მეგობრები, ვისაც შეიძლება რომ რჩევა კითხოთ ChatGPT, ჩემო ბატონო და ხელოვნური ინტელექტი, მოკლედ ყველას კითხეთ რჩევა, რომ ყველა ნიუანსი გაითვალისწინოთ. არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ თქვენ განათლებაში ინვესტიცია უძრავი ქონების მიმართულებით, უნდა განათლდეთ და უნდა გესმოდეთ საკითხი, ხო? მნიშვნელოვანია ასევე მიმდინარე ხარჯების გათვალისწინება, იმიტომ რომ მოვლა რემონტი აგარაკებზე და ესეთ რაღაცებზე, როცა არის ლაპარაკი, საკმაოდ მაღალი ხარჯები აქვს მიმდინარე ამ ყველაფერს, ხო? ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად? გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ამ სერიიდან სულ 8 ვიდეო შეიქმნება და თუ გინდათ რომ არ გამოგრჩეთ ფინანსური დამოუკიდებლობის სერიის ვიდეოები, გამოიწერეთ და ასევე ამ ვიდეოს აღწერაში არის პლეილისტზე ლინკი, სადაც შეგიძლიათ ყველა ვიდეო ნახოთ და სხვა თემებზე ძალიან საინტერესო ვიდეოებს ვათავსებთ ყოველკვირეულად, უკვე 2 ვიდეოს ვათავსებთ კვირაში ჩვენ არხზე და მოგლეთ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოები. ეხლა რაც შეეხება უძრავ ქონებას, გაიგეთ რა თანხის მიღება შეგიძლიათ უძრავი ქონების შესაძენად ბანკიდან, თქვენი არსებული შემოსავლის ვალდებულების საკრედიტო ისტორია, ანუ ბანკთან სამუშაო გაქვთ, რომ იცოდეთ რა რესურსი არსებობს. აუცილებლად დაფიქსდით რა ალტერნატივები არსებობს უძრავი ქონების ბაზარზე, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, თქვენი შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით, მარტო ბინებზე არ არის ლაპარაკი, პატარა სივრცეებზე, კომერციულ ფართებზე, რა ვიცი, ყველანაირ იმაზე არის საუბარი, ასე ვთქვათ, ყველანაირ რესურსზე, ხო, ისეთ საინტერესო ისე რომ ყიდულობენ, ვთქვათ, არემონტებენ, ყიდიან, ესეც გახდა ერთ-ერთი ბიზნესი და ერთ-ერთი დამატებითი შემოსავლის წყარო ბევრი ახალგაზრდა ან საშუალო გაზრდა ოჯახისთვის, ხო? მიიღეთ რჩევა კომპეტენტური ხალხისგან აი ამ ინვესტიციის გრძელვადიანი შემოსავლიანობის და ხარჯიანობის შესახებ, ამასაც ცოდნა უნდა. გაანალიზეთ ალტერნატიული სცენარები, მათ შორის უარესი სცენარები, ანუ რისკ მენეჯმენტი არავის გაუქმებია, შემოსავალი რო შემიწყდეს, ვერ მოახერხო გადახდა, რაღაცა არასტაბილურობა იყოს, მოკლედ თქვენი სცენარი კარგად უნდა იყოს დამუშავებული ყველა მხრიდან. შეუდეგით აუცილებლად დანაზოგის შექმნას, აი კონკრეტულად პირველადი შენატანის დასაფინანსებლად, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენ ალტერნატივებს და შესაძლებლობებს უძრავი ქონების კუთხით და ასევე დაფიქსდით არსებული უძრავი ქონების გაქირავების შემოსავალი ხო არ შეიძლება დაგეხმაროთ აი ამ სასტარტო კაპიტალის
შექმნაში და ახალი უძრავი ქონების დაფინანსებაში. შეიძლება უარეს უფრო ვიწრო საცხოვრებელ პირობებში გადაბარგდეთ, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში მოკლედ ეს ინვესტიცია ამ ინვესტიციამ მიგიყვანოთ უფრო გაცილებით უკეთეს პორტფელთან, ხო, რაც გააკეთა ბევრმა ოჯახმა და ბევრმა ადამიანმა. მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეს იყო ამ ვიდეოში, რაც მინდოდა მეთქვა და მადლობა ჩვენ მეგობრებს Index Wealth Management-დან, რომ მოგცეს საშუალება ამ სერიის შექმნის და გავრცელების. როდესაც საუბრობთ უძრავ ქონებაზე, რამდენად სტაბილურია, მარტივი პასუხი არის, რომ ძალიან სტაბილურია. მაგრამ ეხლა თუ ცლად ჩავშლით რა, მინდა რომ ცოტა ესე რაღაცა პუნქტებად გავშალოთ ეს საკითხი. მაგალითისთვის, პირველი რომ ავიღოთ, უძრავი ქონება არის მატერიალური აქტივი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება თქვა, რომ შენ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაქვს. შეიძლება ეს 10 წლეულები და 100 წლეულებიც გაგრძელდეს და შემდეგ თაობებსაც გადაეცეს. ეს არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ შენი ქონების ღირებულება პრაქტიკულად ნული არასოდეს არ გახდება. პრაქტიკულად არასოდეს ამ სიტყვებს იმიტომ ხმარობ, რომ თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, მაგრამ ამის შესაძლებლობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად ის, რომ შენს საკუთრებაში გაქვს მატერიალური აქტივი უძრავი ქონების სახით, ეს უკვე ცალსახად განაპირობებს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საინვესტიციო პროდუქტია, რადგან შენ გაქვს რაღაცა tangible, ხელშესახები რაღაც პროდუქტი. მეორე, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის ის, რომ უძრავი ქონების სექტორში ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაზე მაქვს საუბარი, ძალიან იშვიათია რყევები. თუ შევხედავთ პირობითად 2008 წლიდან დღემდე, დავინახავთ, რომ იყო რყევები, იყო მნიშვნელოვანი ჩავარდნებიც, თუმცა ფასი აი დიდ ვადაში მუდმივად მზარდია. ხანდახან ეს არის პატარა ზრდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ვიტყვი, იმაზე უფრო მეტი ზრდა, ვიდრე იმ მომენტში ქვეყნებში არის ინფლაციური სიტუაციები. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისი, რომ უძრავი ქონება არის ძალიან სტაბილური და ძალიან კარგი საინვესტიციო პროდუქტი. ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ უძრავ ქონებას ვუყუროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ მე იმაზეც, რომ მოკლევადაში რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ აი დიჭრილში ყოველთვის ესეთი სურათი გვაქვს. აი რამდენიმე кейს მოვიყვან რა. მაგალითად თბილისში საბურთალოზე 2013 წელს რაც ღირდა $800, დღეს იზღირს $1800-1900. და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნები, სადაც კარგი ეკონომიკური აქტივობაა, იქ ფასი უფრო დიდი ტემპით მიდის წინ და შემდეგ კიდევ ერთი სიკეთე ჩნდება, რომ ძალიან რთული ხდება ხელმისაწვდომობა უძრავ ქონებაზე, რაც გაქირავების ჭრილშიც დიდ ბუსტს გაძლევს და გაყიდვის ნაწილშიც ძალიან დიდ მომგებიანობაში შედიხარ. კიდევ ერთი რაც შეიძლება უძრავი ქონების სტაბილურობაზე საუბრობდეს არის, რომ მიიღოს შემოსავალი პასიური. ხო, გააქირავო უძრავი ქონება და ძალიან დიდი ვადით მიიღოს შემოსავალი. საბოლოო ჯამში რაღაცა პატარა შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ, გამოდის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შენ გაქვს აქტივი, რომელიც ფასში იზრდება, პრაქტიკულად ყოველთვის იზრდება, რომელსაც შეუძლია შენთვის პასიური შემოსავალი შექმნას, რომელიც ცესხსაც გადაგიხდის და იმის ზევიდან კიდევ ფულის დაგრჩება და შეიძლება ახალი უძრავი ქონებაც იყიდო და კიდევ ფული აკეთო და ესე იგი აი ამ ყველაფერთან ერთად შენ უფრო დაცული ხარ, იმიტომ რომ უძრავი ქონება არ არის ის, რაც შეიძლება წუთებში და წამებში გამოფასოდეს. ერთი ესეთი ტერმინი არსებობს, ფლიპინგი, რომელიც ნიშნავს, როდესაც შენ ყიდულობ უძრავ ქონებას მოკლევადიანი გადაყიდვის მიზნით, თუმცა ფლიპერების ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ის, რომ ისინი ამ ქონებას გარდა შესყიდვისა, პლუს კიდევ რაღაცებს უკეთებენ, ეგრეთ წოდებული შეიძლება გაარემონტოს ან რაღაცა გააუმჯობესოს და შემდეგ ხდება გადაყიდვა რა. ფლიპინგი არის ძალიან გავრცელებული მეთოდი, განსაკუთრებით იცით როგორი მეთოდია ფლიპინგში ესეთი კარგი და მომგებიანი, როდესაც შენ ქონება გაძლევს საშუალებას, რომ შიდა ფართი გააუმჯობესო და მაგალითისთვის არის 60-ოთახიანი ბინა და შეიძლება ეს გახადო 4-ოთახიანი ბინა. ფლიპინგში ერთი მთავარი ამბავი არის, რომ იპოვო ისეთი უძრავი ქონება, რომელსაც მართლა ესე ყველა არ უყურებს და შენ გქონდეს ცოტა განსხვავებული ხედვა, რომ მერე გააკეთო და გადაყიდვის ნაწილში დიდი მარჟით მიიღო შემოსავალი. მეორე რაც ფლიპინგში აუცილებლად გასათვალისწინებელია და რასაც ჩვენ ყოველთვის ურჩევთ ხოლმე რა ადამიანებს, ვისაც უნდა რომ იყიდოს და გაყიდოს, მაგალითის სახით მოვყავ. წარმოვიდგინოთ, რომ ეხა საბურთალოზე პირობითად დღეს
საბინაო ფონდი გასაკიდი არის 1000 ერთეული. მაგრამ ამ 1000 ერთეულში პირობითად გვაქვს 45 კვადრატი 500 ერთეული, 85 კვადრატი 200 ერთეული და ასე შემდეგ. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ მე თუ მინდა ვიტიდო პატარა ბინა გასაკიდად, აუცილებლად უნდა ვიცოდე, რამდენთან შევდივარ კონკურენციაში. რომ ამან მე სწორი მოლოდინი შემიქმნას, შევძლებ თუ არა მოკლე ვადაში გადაყიდოს. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მეორედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ფლიპინგის დროს რა ვადაში მთავრდება პროექტი. ანუ მე თუ დღეს ვყიდულობ უძრავ ქონებას, რომელიც არის საძირკველში და ვიცი რომ 3 წლის განმავლობაში ეს არ დასრულდება, უხეშად რომ ვთქვათ, შემიძლია რა თქმა უნდა ჰაერიც გავყიდო და გადავყიდო, მაგრამ პრაქტიკულად 3 წელი უნდა ველოდო რომ ეს დასრულდეს, თუ შემდეგ მე რაღაც გავაკეთო. მაგრამ პროექტები, რომლებიც ზომით უფრო პატარაა და შედარებით უფრო სწრაფად მთავრდება, ან პროექტი, სადაც თუ წააწყდა ადამიანი რომ დასრულებისკენ არის და ბინა იყიდება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ფლიპინგისთვის. სხვადასხვა საკმაოდ დიდი მონგებიანობის მარჟა შეიძლება ფლიპინგში დაიჭიროს ადამიანმა. მაგალითად, Airbnb-ის ბაზარი ბევრად უფრო არამდგრადია, მოდი ესე ვთქვათ, ვიდრე გრძელვადიანი გაქირავების მარკეტი, ხო? შესაბამისად, უკუგების პროცენტული მაჩვენებლებიც განსხვავებულია. მე შეიძლება მქონდეს სურვილი, რომ Airbnb-ზე დავაქირავო ჩემი უძრავი ქონება და გავრისკო, იმიტომ რომ მაგალითად სხვადასხვა მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო მე ტურისტი ვეღარ მივიღო და ნაკადები ძალიან შემცირდეს. ამ შემთხვევაში მე უფრო მაღალ რისკიან ბიზნესში შევდივარ. თუმცა როგორც წესი, სადაც მაღალი რისკია, იქ უგებაც უფრო მაღალი. გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო სიმშვიდეა. ოღონდ გააჩნია თბილისის რომელ უბანში აქირავებ, ვინ არის შენი დამქირავებელი და ასე შემდეგ. თუმცა, ლოგიკურია, როდესაც გრძელვადიანი კონტრაქტი გაქვს, იქ იცი რომ რაღაცა 1 და 2 წელი და შეიძლება 5 და 10 წელიც მიიღო პასიური შემოსავალი. ეს ახლა ჩვენ საცხოვრებელ სახლებზე ვსაუბრობთ. თუმცა, მოდი კომერციულ ნაწილზეც ვიტყვი რა ცოტას. და ბოლო პერიოდის ტენდენციებს თუ შევხედავთ, შეიძლება ინვესტორმა, რომელსაც საერთოდ უძრავი ქონება არ ქონია აქამდე, თქვას რომ პირიქით არ მინდა მე საცხოვრებელი სახლი და მინდა კომერციული პარტი. რატო? Street retail-ი, ეგრეთ წოდებული, რასაც ჩვენ ვეძახით, იქ ვიღებთ ჩვენ გრძელვადიან კონტრაქტებს. მაგალითად, სხვადასხვა რიტეილერები აფორმებენ 5 და 10 წლიან კონტრაქტებს და პრაქტიკულად უძრავი ქონების მესაკუთრეს, ჭყალებში მოდი, მაგრამ გარანტირებულად წვირწინუდებს 10 წლიანი კონტრაქტი. ამიტომ მე პირველ რიგში დამწყებ ინვესტორებს ვკითხავდი რა უნდათ რომ მიიღონ და რა არის თუნდაც მეორე ნაბიჯი და შემდეგი ნაბიჯი. რატო? ფლიპინგის შემთხვევაში წევა როგორც თქვით, ხო უფრო მოკლე ვადაში აგენერირებ ფულს და შეიძლება ეს იყოს შენი ამოცანა, თუმცა ფლიპინგი ბევრად უფრო აქტიური საინვესტიციო პროდუქტია. იქ შენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. შეიძლება შენ ამისთვის დრო არ გქონდეს და პირიქით თქვა რომ მე მირჩევნია ვიყიდო რაიმე, რომელსაც გავაქირავებ გრძელვადიან. შესაბამისად დამოკიდებულია როგორც თავში ვთქვი, იმ ინვესტორის სურვილსა და შესაძლებლობაზე და ასევე ფინანსურ შესაძლებლობაზე, რა თქმა უნდა. დაზღვევა არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი შესაძლებლობა, რომ მათ შორის არ ვიცი, შეიძლება სხვადასხვა ტიქიური უბედურებების თუ ასე შემდეგ ამ ყველაფრის გამოწვეული დაზიანებით შენ მაინც დაზღვეული იყო და შენი ქონება განახლდეს, ისე რომ შენ ერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევს, ხო? რაც შეეხება სხვა რისკებს, რა ახლავს ზოგადად, ხო? მაგალითად, უძრავი ქონებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი არის ეკონომიკური არასტაბილურობა. ლოკალურიც და მიკროც და მაკროც, ხო? იმიტომ რომ მით უმეტეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენ ვართ, რომელიც პრაქტიკულად თვითონ ვერ ფინდის დოლარს და მუდმივად დამოკიდებული ხარ გარედან რაღაცაზე, შენ ნებისმიერი პატარა ესეთი გვერდზე გადადგმული ნაბიჯი შენზე შეიძლება ნეგატიურად მოქმედებდეს. თუმცა ამან შეიძლება პოზიტიური გავლენაც მოიტანოს, რა. ეკონომიკური რყევები შეიძლება გარდაისახოს მაგალითად საკრედიტო პროცენტების ზრდაში. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკია, რაც ესეთ ჯაჭვს იწვევს, რომ თუ სესხის აღება რთულდება, მყიდველიც იკლებს, ხო? ან არ ქრება, უბრალოდ იკლებს და რაღაც მოლოდინის რეჟიმში გადადის, რომ ეს პირობები თუ გაუმჯობესდა და სესხის პროცენტი დაბლა დაიწევს, შემდეგ ვიყიდი და რაღაცა გარკვეული პაუზა ჩნდება. ამ დროს უძრავი ქონების მფლობელებში შეიძლება გარკვეული შფოთიც შეიქმნას, რომ რაღაცა აბა რა ხდება და ბევრი ქონება გამოვიდეს გასაყიდად და ფასები ქვევით წამოვიდეს. ესეც თავისთავად ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი რისკია, რაც უნდა თავიდანვე გვესმოდეს, ესე.
გაქირავების მარკეტი, ეს ყველაფერი და ტურიზმი, ხო? სტაბილურობის ნაწილში უძრავი ქონება ხო ძალიან სტაბილურია, ფასიანი ქაღალდები ეს ახტა ჩამოხდა, დილით სხვა ფასი აქვს, საღამოს სხვა, მოკლედ ვიღაცამ ტვიტი გააკეთა თუ X-ზე დაწერა კომენტარი, იმის კომპანია სადღაც ქვევით ჩავიდა, მე ამოვიდა ეს ერთი სურათი. უძრავ ქონებას ეს არ ახასიათებს ნამდვილად, მაგრამ ფასიანი ქაღალდის თუ უფრო აქციების მით უმეტეს გაყიდვა მე წამებში შემიძლია და ეს ძალიან მარტივად მოძრავი რაღაცა. უძრავ ქონებას ეს არ ახასიათებს. მე თუ გადავწყვეტ უძრავი ქონების გაყიდვას, ეს შეიძლება თვეები დამჭირდეს. გააჩნია ხო სად ვფლობ, თბილისში, სხვა ქალაქში, თბილისის რომელუბანში, რა ზომის ფართია, ასე ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ნახეთ, აქაც მინდა ერთი საინტერესო რაღაც შემოვიტანო. ეს ერთის მხრივ არის რისკი, რომ შენ გაქვს $100,000 ქონება, მაგრამ ვერ ყიდი. მაგრამ მაინც აქვს სიკეთე იმ გაგებით, რომ ჩემი $100,000 ქონება მე შეიძლება ვიყიდე $50,000 თავის დროზე. და თუ ჩემი სესხის გამოსყიდვა, ესე ვთქვათ, გავაკეთე, შემიძლია რომ ახლიდან თუ ფული მჭირდება და ესე იგი ლიკვიდურობა და დროულად ვერ ვყიდი, წავიდე და ახალი სესხი ავიღო იმისათვის, რომ ჩემი ფინანსური საკითხი გადავჭა. მაგრამ ეს ყველა ინვესტორს უნდა ესმოდეს, რომ უძრავი ქონება არ არის 2 დღეში გასაკიდი ფართი. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ევროპაში, გაჩნდა crowdfunding პლატფორმები. ჩვენ მაგალითად პროსპექტი ამაზე საქართველოში 2021 წლიდან ვაკეთებთ კონფერენციები გაკეთებული ამ თემის წინ წამოწევას ვცდილობთ, იმიტომ რომ crowdfunding არის ზუსტად ის მარტივი მეთოდი, სადაც პირობითად 30 თუ 50 თუ 100 ადამიანს შეგვიძლია იმ ფულით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ერთ ქონებაში გქონდეს ჩვენი რაღაც შეარი, ესე ვთქვათ რა. ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ ძალიან ამარტივებს იმას, რომ მე შევიდე უძრავი ქონების მარკეტში და მოკლედ გავხდეთ პატარა ინვესტორი, იმიტომ რომ თუ დღეს შემიძლია აქცია ვიყიდო ან $50 ან $500,000, რატო არ უნდა შემეძლოს რომ უძრავი ქონება ვიყიდო. მაგრამ ჩვენ რეალობაში ესეთი რაღაც არ არსებობს. ისევ რომ დავბრუნდეთ ეგრეთ წოდებულ გამარტივებულ შესყიდვებში, ხო, საქართველოს რეალობაში, თითქოს ხო მარტივია რომ მივედი და $2,000 გადავიხადე, მაგრამ რეალურად მაინც დიდი დანაზოგი მჭირდება, იმიტომ რომ ის 20%-ის და 100-იც ხო ჩვენი გადასახდელია. ამას ხშირად მომხმარებელი არ უყურებს. ამბობს, უი, რა მარტივია, წავალე $100 ვიყიდი, მაგრამ ყოველთვე $2,000 უნდა იხადო. ეს ხო არ არის მარტივი, ხო? შესაბამისად, ნამდვილად გჭირდება, რომ რაღაცა კაპიტალი გქონდეს იმისათვის, რომ შეხვიდე უძრავ ქონებაში. და ამას შემდეგ აუცილებლად ყურადღება ამ ნაწილში უნდა მიაქციო იმას, რომ გამარტივებული წესით შესყიდვის დროს რამდენად გიძვირდება შენ უძრავი ქონება. და გიღირს თუ არა ესეთი გამარტივებული წესით შესყიდვა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ შენ ეს გადაყიდვისთვის გინდა ან გაქირავებისთვის გინდა, საბოლოო ჯამში ამ ქონების ღირებულება რა გამოვა და შენ უკუგებას ნამდვილად იმას მიიღებ, რაც გინდა რომ მიიღო თუ არ. აქაც ისევ და ისევ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ჩავერთეთ საქმეში პროფესიონალები, ვისაც ესმის ეს სფერო, ვისაც ელემენტარული არითმეტიკა შეუძლია, იმიტომ რომ არ არის აქ რაღაცა ეს კვანტური ფიზიკა და ძალიან რთული ამბები, უბრალოდ უნდა გესმოდეს რა პარამეტრებს შეხედო იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული გამარტივებული შესყიდვა გიღირს თუ არ გიღირს და რა საბოლოო შედეგი გინდა მოიღო. გამარჯობა ანი. მე ანისა ვარ, ინდექსულს მენეჯმენტის უძრავი ქონების საინვესტიციო მრჩეველი. გამარჯობა ანისა, საინვესტიციო შესაძლებლობებზე ვფიქრობ, $50,000 მაქანაბარს და ვერ გადავწყვეტე უძრავ ქონებაში დავაბანდო თუ სხვა რამეში და თქვენ რას მირჩევთ? ძალიან კარგად მესმის თქვენი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საკმაოდ აქტუალური საკითხი არის დღესდღეობით. თუმცა გეტყვით, რომ უძრავ ქონებაში ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უსაფრთხო ინვესტიცია არის, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ბინებზე მოთხოვნა და ფასები საკმაოდ ზრდადია. ბოლო ინფორმაციის მიხედვით 2024 წელს ბინების ფასები 7%-ით გაიზარდა დაახლოებით და საერთო ღირებულებამ $3 მილიარდ გადააჭარბა. საინტერესოა ძალიან თქვენი კომპანიის შესახებ რომ მომიყვეთ, როგორ განვითარდით ამ დროის განმავლობაში? კი ბატონო, აუცილებლად მოგახსენებთ. ინდექსულს მენეჯმენტი არის უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მართავს. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 8 მიმდინარე პროექტი და ვახორციელებთ ყველა პროექტს თბილისის ყველაზე სტრატეგიულ უბნებში. საკმაოდ მოკლე პერიოდში ჩვენი ინვესტიცია $170 მილიონ გაიზარდა.
აი ამ რვა პროექტიდან რომელიც ახსენეთ, რომელ პროექტს მირჩევთ? კი ბატონო, ამ შემთხვევაში პირველ რიგში აუცილებლად მინდა განვიხილოთ თქვენთან ერთად ჩვენი პროექტი, რომელიც მდებარეობს ავლაბარში, სახელწოდება გახლავთ ნიაბი ბაი ინდექსი. ეს არის ყველაზე ტურისტულად აქტიურ ზონაში, სამების საკათედრო ტაძრის უკან. პროექტის მახასიათებლებზეც გეტყვით ორიოდე სიტყვით. აქ არის გათვალისწინებული სარეკრეაციო ზონა, იქნება სპა, სპორტული დარბაზი, საერთო სამუშაო სივრცეები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ბევრი სხვა პროექტებისგან რასაც გამოარჩევდი ამ პროექტში ეს გახლავთ გამწვანებული და კეთილმოწყობილი სახურავი. ყველა ჩვენი ბინიდან იშლება პანორამული ხედები თბილისზე, სამებასა და მთაწმინდაზე. აღნიშნულ პროექტზე გადახდის პირობები მაინტერესებს და თუ გაქირავება ან გაყიდვა გადაუწყვიტეს, სარგებლიანობა როგორ იქნება? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა. რაც შეეხება გადახდის პირობებს, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 1 წლამდე შიდა უპროცენტო განმარტებით. წინასწრის შენატანის გარეშე, რაც ვფიქრობ, რომ ინვესტიციის თვალსაზრისით არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მხოლოდ თრიული გადახდებით შეგიძლიათ შეარჩიოთ ბინა. რაც შეეხება ამონაგებს, 11%-დან იწყება ზოგადად ჩვენს ყველა პროექტში, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ავლაბარში, რომელიც არის საკმაოდ ტურისტულად აქტიური ზონა, უფრო მეტი და მზარდია. რაც შეეხება გაყიდვის თვალსაზრისით, ესეც საკმაოდ მომგებიანი არის, გამომდინარე იქედან, რომ ეხლა ყიდულობ თქვენ შედარებით უფრო დაბალ ფასად უძრავ ქონებას და როდესაც ის დასრულდება და მიეცემა საერთო იერსახე, ამის შემდეგ 1 ან თუნდაც 2 წელში გაყიდვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უფრო მაღალ ამონაგებს. ძალიან საინტერესოა თქვენი შემოთავაზება. ძალიან სასიამოვნოა. უბრალოდ ასევე მინდა მეორე პროექტიც განვიხილოთ თქვენთან ერთად. რადგან საკმაოდ დაინტერესებული ხართ და ინვესტიციის ნაწილში ხა, ესე რომ ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს დგამთ, აუცილებლად მინდა რომ თქვენთან ერთად განვიხილო ჩვენი დიღომი რუის პროექტი. ეს არის რივერ პარკი, რომელიც მდებარეობს დიღომირვაში, თბილისი მოლიდან დაახლოებით 500 მეტრში, საკმაოდ მიკროკლიმატურ ზონაში. აქ მოგეხსენებათ, რომ არის ძირითადად კერძო დასახლება და შესაბამისად ჩვენს დაბალი განაშენიანების 4 სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს ვაშენებთ. სამშენებლო ტერიტორია მოიცავს 30,000 კვადრატულ მეტრს, სადაც განთავსებული იქნება ველობილიკები, ბავშვთა გასართობის სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, სარეკრეაციო ზონები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ასევე ამ პროექტში ეს გახლავთ გამწვანებული და კეთილმოწყობილი სახურავები, რომელიც დამატებითი ღირებულება არის მაცხოვრებლებისთვის. პროექტში დამატებით გათვალისწინებული არის ასევე სპორტული დარბაზი და აუზი. რატომ არის ეს პროექტი საინტერესო ინვესტიციის თვალსაზრისით? გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა არის იმ ოჯახებისგან, რომლებსაც სურთ თავიანთი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. რაც შეეხება ამონაგებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიღომში ფასების საგრძნობლად ბოლო 3 წლის განმავლობაში 30%-მდე გაიზარდა, რაც დამეთანხმებით საკმაოდ მზარდი ტენდენცია. ძალიან საინტერესოა თქვენი შემოთავაზება და თუ შეიძლება ორივე პროექტს გავეცნობი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, შეგვიძლია კონკრეტული ბინებიც განვიხილოთ. თბილისის უძრავი ქონების ბაზარი არის ყველაზე დიდი ზომის, რაც კი აქამდე ყოფილა და დაახლოებით არის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების. უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში აი მიუხედავად ამ პოლიტიკური გამოწვევებისა, საკმაოდ ჯანსაღია და აგრძელებს ზრდის მაჩვენებლებს. გარკვეულწილად არის მოლოდინები მოსახლეობაში, რომ უძრავი ქონება გაიაფდება, ან კრიზისი ელოდება, ან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო თავს იკავებს შეძენით და ასე შემდეგ და შენელებულია შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა ბაზარზე. ზუსტად ეს სიტუაცია გარკვეულწილად ნაწილი ადამიანებისთვის შეიძლება ხელსაყრელიც იყოს, იმიტომ რომ სამშენებლო კომპანიებმა იმისთვის რომ დაბუსტონ ეს მდგომარეობა და აჩქარონ ბაზარი იმდენად გაამარტივეს გადახდის მეთოდები, იმდენად გაამარტივეს უძრავი ქონების ყიდვის პროცესი, რომ დღეს უკვე ბაზარზე გვხვდება უამრავი სამშენებლო კომპანია, რომელიც პირველადი შენატანის გარეშე გვთავაზობს უძრავი ქონების ყიდვას. ასევე გვიკეთებს გრძელვადიან არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც 10 წლიან შიდა განმავლობასაც კი აკეთებს ბანკის გარეშე, ანუ იმ ადამიანებისთვის, რომელსაც თქვათ ისტორია არ აქვს, საბანკო ისტორია, ან არ აქვს დადასტურებული შემოსავლები და ბანკში არ შეუძლიათ სესხის აღება, თვითონ უკეთებს 10 წლიან შიდა განმავლობას. რაც იკვეთება, ხო, ევროპაში ეს არის, რომ ცალსახად ხა ქონების უდიდეს ნაწილს
და მგონია რომ ჩვენთანაც შეგვიძლია იგივე პარალელები გავავლოთ. ფლობენ მაინც ბეიბი ბუმერები, ანუ ვინც იმ დროს ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეიძინეს ქონება. აი, ეს კაპიტალი გადაითარგმნება იმაში, რომ ისინი ამას მერე აჩუქებენ თავის შვილებს, რომელიც ძირითადად უფრო მილენიალები არიან და ისინი ხდებიან მემკვიდრეები, ესე რომ ვთქვათ, ამ ქონებს. თუ ოჯახისგან არ აქვთ ეს საჩუქრა და საკმაოდ რთულია დღეს ახლა, იმიტომ რომ ფასები საკმაოდ გაზრდილია და ეხა ის კაპიტალი რომ დააგროვა მაგასაკში თითქმის წარმოუდგენელია თუ ვინმე შენ ამას არ გაჩუქებს, ან მაღალი ხელფასი უნდა გქონდეს, ან ოჯახისგან უნდა გქონდეს ეს. მე ვარ ნუცაკაფშიძე, ვარ 20 წლის სტუდენტი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ გამიმართლა ცხოვრებაში იმ კუთხით, რომ ჩემო მშობლებმა უზრუნველყეს ჩემი ასე თუ ისე ფინანსური სტაბილურობა. რაც იმაში გამოიხატება, რომ მაქვს დამატებითი უძრავი ქონება, ზეობრა ეს შემოსავალი განათლებას მოვახმარო. იქიდან გამომდინარე სტუდენტი ვარ. ხშირად არ არის ხოლმე იმის დრო, რომ დავუშვათ იმშავა ადამიანმა და სწავლას შეუთავსო დამატებით უამრავი საქმე. და ვფიქრობ, რომ უძრავი ქონება არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს იმის საშუალებაც, რომ დავუშვათ საკუთარი განათლების ხარჯებით დაფარო და უფრო მეტი დროც დაგრჩეს თუნდაც საკუთარი ინტერესებისთვის, ან სწავლისთვის, ან უამრავი სხვა რაღაცისთვის. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და ბოლოს პატარა დანართი მინდა დავამატო, ეს არის ორი კვლევა მინდა გაგიზიაროთ და ორი წიგნი გირჩიოთ, ესე იგი მათ ვინცაც გინდათ რომ ამ თემას ჩავღრმავდეთ. პირველი არის მსოფლიო ბანკის 2023 წლის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის სტაბილურად იზრდება და ამ ზრდაში უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორს საკმაოდ დიდი წილი აქვს, ხო? და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი განსაკუთრებით თბილისში და ბათუმში აგრძელებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რადგან, როგორც კვლევა ამბობს, კონკურენტული ფასებია, ანუ საკმაოდ კარგი ფასებია და საკმაოდ კარგ სტაბილურ უკუგებას სთავაზობს ინვესტორებს. ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ ესე იგი ქართული უძრავი ქონების ბაზარი არა მარტო ქართველებისთვის, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვისაც არის მიმზიდველი ალტერნატივა და ჩვენთვისაც შესაბამისად უნდა იყოს მიმზიდველი ალტერნატივა. ასევე დავამატებ მეორე კვლევას, ეს არის TBC კაპიტალის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, თბილისში ბინების გაქირავებიდან უკუგება დაახლოებით 8-11%-ის დიაპაზონშია ინვესტირებული კაპიტალის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უკუგებაა და ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის, ხო? ამიტომ მოკლედ ესეც კიდევ ერთი არგუმენტია, ასე ვთქვათ, იმისა, რომ უძრავ ქონებაში ინვესტიციას აზრი აქვს, როგორც ერთ-ერთ კომპონენტს მინიმუმ ჩვენი სტრატეგიის. და ორი წიგნი მინდა გირჩიოთ, ერთი არის უძრავი ქონების მილიონერი ინვესტორი, ესე ქვია, გერი კელერი არის ამისი ავტორი. და მეორე არის მდიდარი მამის ანბანი უძრავ ქონებაში საინვესტიციოდ, ეს არის კენ მაკელროი არის ამისი ავტორი და ორივე წიგნი კონკრეტულად უძრავ ქონებაში ინვესტიციის დეტალებს, დათვლებს და პერსპექტივებს და რისკებს გვასწავლის. ამიტომ ძალიან კარგი რესურსია ჩემი აზრით. სულ ეს არის, რაც ამ დანარჩი მინდოდა მეთქვა და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.